მე რო გადამიყვანეს მოსკოვში საგარეო საქმეთა ministrად ერთ-ერთმა პოლიტბიუროს წევრმა არ მინდა ახლა ვახსენო ის ცოცხალი აღარ არის და თავისთავად ცუდი კაცი არ იყო მაგრამ იყო ნამდვილი დერჟავნიკი ერთი 2-3 თვის შემდეგ მე რო ცოტა დავიწყე რაღაც საქმეებში გარკვევა და ჩემი ხასიათის და ბუნების და პრინციპების გამოვლინება და რაღაც დავიწყე ლაპარაკი ავღანეთის ომი სწორია თუ არა ცოტა იქეთ ჩეხოსლოვაკიისკენ რაღაც მაშინ წავიდათო თითო ჩიკავინო დავლიოთ წავედით და თავის ოჯახში დამპატიჟა და ხათა შორის მე ცოტა მეტიც დავლიეთ მე მოაყოლა აბა შენო ხო იცნობ რუსეთის ისტორიას როგორ არის ისტორიკოსი ვარ რომელი მეფეც არ უნდა ყოფილიყო ყველაზე სუსტი მეფე ისიც კი ცდილობდა რომ რუსეთისთვის რაღაც ტერიტორია შეემატებინა და თითქმის არ ყოფილა მეფე რომელსაც თუნდაც პატარა მცირე ტერიტორია არ შეემატებინა ეს ფსიქოლოგია იმპერიული ფსიქოლოგია რომ რუსეთი უნდა იყოს დიდი რუსეთი უნდა სოფლიოში ბატონობდეს ყოველ შემთხვევაში ევროპაში ბატონობდეს აი ეს ფსიქოლოგია იყო ვინც რამაც მიაღებინა გადაწყვეტილება იმ შესახებ რომ ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეეყვანათ თვითონ ეს ხალხი იგივე ბრეჟნევი და სხვაები ეგენი არ იყვნენ ისეთი უსისხლო და არაადამიანური რაღაც თვისებებით მაგრამ მიაჩნდათ რომ აქ რუსეთის ინტერესებია ის საშინელი ამბები დატრიალდა 10ჯერ ვარეში 100ჯერ ვარესი ვინემ თბილისში ნახევარი ბუდაპეშტი ამოზლიდეს და თქვენ ეს არ არის ცნობილი მანდა მაინც ბერლინის აღების შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ მოეწყო აჯანყება მოაწყოს ბერლინელებმა გერმანელებმა აჯანყება ბერია გააგზავნეს და ის აჯანყება სისხლში ჩაახშო ესე იგი ერთი კაცი არ გადარჩენილა ვინც მონაწილეობდა იმ აჯანყებაში და მონაწილეობდნენ 10,000-ობით ადამიანები აი ესეთი იყო ეს რეჟიმი და აი ახლა ჩემი საყვარელი კომუნისტები მოითხოვენ რომ ახლა ჩვენ სხვანაირი ვართ ანგელოზები ვართ ანგელოზების შტები დავდივართ ამას აღარ გავაკეთებ ტყუილია ვარეს გააკეთებენ აი ამიტომ უნდა გავფრთხილება იმას რაც ჩვენ გვაქვს დღეს რაც ჩვენ გვაგვაჩნია